დავიწყე მუშაობა 94 წლიდან. დილით წავიყვანდი ნანას ბაღში, მერე მივდიოდი ფოსტაში, დავარიგებდი ფოსტას და ბაღიდან გამომყავდა. სირბილით მივდიოდი ბაღში. მამა ჩემი იყო ინჟინერი. დედა კიდე მუშაობდა ერთი ხანობა დრამატულ თეატრში. მყავს ორი ძმა. 10 წლის რო ვიყავი, მამა დამეღუპა და სამივე გაგზავნა დედაჩემმა გაჭირვებაში და წვალებაში. ვერ მოვახერხე რომ უმაღლესი დამემთავრებინა. ეთერი დეიდა. თუ შეიძლება ერთი წუთით ფოსტალიანობა არის ძალიან საინტერესო. ჯერ ერთი უამრავ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა და ქუჩაში რო ხვდებიან ადამიანები, დადებით ემოციას იწვევ ყოველთვის. ან წერილი მიგაქვს, გიყვებიან თავისი ოჯახის ამბებს. მეუღლე როგორ არის? არა უჭირს. ხელი ისევე ტკივა? არა უშავს მოურჩება. ერთხელ წერილი იყო ყიფიანის ქუჩაზე. ვიცოდი რომ ის ადამიანის უსახში იყო და გარეთ არსად არ გადიოდა. ვაგაკუნე კარებზე რო არ გამიღო ბოლო ფანჯრიდან შევეხმიანე და დამიძახა იქიდან რომ ცუდათავარო და ძირს წევარო და არ შემიძლიაო და ვინმეს დაუძახეო რომ მიშველონო და მომიწია ფანჯრიდან გადახტომა იქ არავინ არ იყო იმ წუთში რომ ვისთვის დამეძახებია და ეს დიდი ხანი იყო ძირს რომ ეგდო. იმდენი ქენი რომ ავაყენე დავაწვინე ლოგინში მოვასულიერე. ასეთი რაღაცები ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე. ლოლო დეიდა, გამარჯობა, შეიძლება? საერთოდ მიყვარს ცხოველები. ყველანაირი აბსოლუტურად. ყავდა ძაღლი, ერქვა მიკი და სადაც წავიდოდი, წერილებს რო ვარიგებდი, დამყვებოდა ძაღლიც და მე სამწუხაროდ მიკიც აღარ არის. ვინც ვარ გეჩქერებოდ დარცი ჩემი ყავა და. არა ლოლო დეიდა, მეჩქარები, ბევრი საქმეები მაქვს. მე შემოგივლით და მითხარით როგორ არის თქვენი შვილი და გაშვება. აი გელოძები. წერილს რო დაწერ, მომიკითხე აუცილებლად. კარგად. ეხლა მყავს კატები სახლში. დილით რო ავდგები, როგორც კი ავდგები, ეგრევე ამყვებიან. კარაულობენ, როდის გავიღვიძებ და ეგრევე უნდა ვაჭამო საჭმელი. იციან რომ დილით აუცილებლად ვაჭმებ. ყვავილები შემაყვარა დედაჩემმა. დედაჩემის დამსახურებაა რომ ყვავილები ესე ძალიან მიყვარს. იმდენად მიყვარს რომ იმის მე 93-ში დაიღუპა და დედაჩემს ნაქონი ყვავილები დღემდე ვაცოცხლებ და მაქვს და იმას მე კიდე შევამატე სხვადასხვა ყვავილებით. ამ სახლში გადმოვედი 2003-ში და ცხოვრობთ ქირით მას მე. ეროვნული მოძრაობის დროს გავიცანი ჩემი მეუღლე. მასთან მეყოლა ერთი შვილი. სამწუხაროდ მერე დაიწყო თბილისის ომი, ეს პერიოდი სულ ყველა გამოვლილი გვაქვს. მერე დაიწყო აფხაზეთის ომი. თვითონ ჯონი იყო ძალიან მწყინვალე მეთაური. და ომიდან კი ჩამოვიდა, მაგრამ მერე დაიღუპა ჭრილობების შედეგად. ნანა დაიბადა 91 წელს. არ ქონდა დენი, არ ქონდა გაზი. ცეცხლს დავანთებდით და იქ ვაკეთებდით ხოლმე საჭმელს და ეს პერიოდები გვაქვს ძალიან მძიმედ გამოვლილი და ამ გაჭირვებულ პერიოდში იმდენი მოვახერხე რომ შვილი მაინც მუსიკალურშიდაც დამყავდა და სკოლაც დავამთავრებიე რა თქმა უნდა და ნანიკომ რომ უმაღლესში ჩააბარა, ჩემზე ბედნიერი არავინ არ მეგონა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც თქვი და მოგიყევით, დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი. ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის მქონდა ურთიერთობა ხალხთან.
ურთიერთობა გაქვს საზოგადოებასთან, ეს არის მთავარის. მაშინ ჩემთვის რომ მეთქვათ ან ეხლა რომ სადმე სამსახურს მოგწევთ, აჯექი ერთ ოთახში და იყავი, ალბათ იმდენად მიოჭი ამ ქუჩაში სიარულს, ალბათ ძალიან გამიჭირდება ერთ ადგილზე მჯდომა. მაქვს სხვა სამსახურიც. დღის მეორე ნახევარში მუშაობ მაღაზიაში დამხმარედ. ასე რომ საფიქრელად და საწუხრად არ მცალია. ამიტომ ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა გაქვს სამსახური, ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ გქონდეს სტიმული, გამოხვიდე ხალხთან ურთიერთობა გქონდეს, ამავე დროს იყო ფორმაშიც. ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ფილფიტები არის 80-90-იანი წლების სიმღერებია, ძირითადად შიგნი და უფრო ძირითადად მომწონს მაშინდელი შემსრულებლების მუსიკები. ყოველთვის როცა სამსახურიდან მოვდივარ, აუცილებლად დაწოლის წინ უსმენ ხოლმე მუსიკას. ზოგჯერ ჩართულიც მრჩება მუსიკა. დილით აუცილებელია ხოლმე რომ მოусმინო, ისე არ გავდივარ სახლიდან. ეს არის ანსამბლი ტიჩინი და მე და ჩემი მეუღლეს გვიყვარდა ხოლმე ძალიან. ჩავთავდით ხოლმე და ან სტუმრები რო ყავდა ხშირად დავუკრავდით ხოლმე. ერთად რო ცეკვავდით, შემოვიდოდა ხოლმე დანიკო ჩვენთან ერთად, შემოგუძრებოდა ფეხებში, მეც მინდა. თქვენთან ერთად ძალიან ესეთი კარგი მოგონებები მაქვს. რა არის იცი, შეიძლება ფული გქონდეს და არ იყო ბედნიერი. თავარია მარტო არ იყო. მე ყველაფერს გეფიცები, რაც მე გამოვიარე და ბეწვის ხიდზე ვიარე. ყოველთვის გრძნობდი რომ უფალი ჩემ გვერდით იყო. ეხლა შეიძლება ყველაფერი ვერ თქვა და ყველაფერი ვერ გადმოგცე, მაგრამ ისეთ მომენტებში მყოლია გვერდით უფალი, რომ ალბათ რო გითხრა არ დამიჭერებ რა. ბედნიერი ვარ და ყოფილიც არა ჩემი ცხოვრებით.